ევროპული ღირებულებები ეფუძნება ლოკის ფილოსოფიას. ლოკი კი თვლიდა, რომ ადამიანს აქვს 4 მთავარი ფასეულობა, რომლებიც არამხოლოდ მის ფილოსოფიაშია გამოკვეთილი, არამედ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც. ესენია: საკუთრების უფლება, ბედნიერებისაკენ სწრაფვა, თავისუფლება, არჩევანი და ტოლვა ბედნიერების. საკუთრება გამოიხატება ქართულ ხალხურ ზღაპარ კომბლეში. კომბლე რა კაცია? კომბლებს თლის და ჭერში აწყობს. კომბლეს ყავს ცხვრები და მხოლოდ მაშინ მოქმედებს თავისი კომბალი, თუ ვინმე მის ცხვრებს ხელსაც კი დააკარებს და იგი ამით მის საკუთრების შენარჩუნებას ცდილობს. ბედნიერებისაკენ სწრაფვა კი უკვე ქართული ნაწარმოებით ნასარქექიათი გამოიხატება. ნასარქექია ბედნიერებისაკენ სწრაფვას თავისებურად ახერხებს, ჭკუით, მოხერხებულობით და განბედაობით. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრის შინაარსი შეიძლება მხოლოდ ხუმრობებითა და თავგადასავლებით აღიქვას, მაგრამ მასში ფარულია ღრმა ფილოსოფიური თემაც, თუ როგორ ცდილობს უბრალოდ ზარმაცი თითქოს და უმაქნისი პიროვნება იპოვოს სამყაროში თავისი ადგილი და მიისწრაფოს ბედნიერებისაკენ. ტოლვა ბედნიერებისაკენ კი უკვე გვხვდება შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში, როდესაც ავთანდილი ეხმარება ტარიელს, რომ მოიპოვოს სანუკვარი ბედნიერება და თვით ავთანდილსაც კი აბედნიერებს მეგობრის ბედნიერება. იგი მოქმედეს პრინციპით, ოდეს კაცსა გაუჭირდეს, მაშინ უნდა ძმა და თვისი და ასევე ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი კიდევ შესანიშნავი ციტატა: ხამსმოყვარე მოყვრისათვის თავი ჭრის არ დამრიდად. თავისუფლება, არჩევანი კაფიოდ და ნათლადაა წარმოჩენილი იაკობ ცურტაველის ნაწარმოებ შუშანიკის წამებაში. თუ როგორ ცდილობს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი მოიპოვოს სანუკვარი თავისუფალი არჩევანი, სიცოცხლის ფასადაც კი, შუშანიკი ისწრაფვის თავისუფალი არჩევნისაკენ, რწმენის, ღირსებისა და სულიერი სიმტკიცის გზით. ადამიანის დანიშნულება კი თანაზიარობაა და ამ ყოველივე შემდეგ კითხვა, რატომ ევროპა არს უნდა დაისვას, იმიტომ რომ პასუხი ცხადია. ევროპა ჩვენი სახლია, შინ ევროპაში, წინ ევროპაში.